კოტეთოლორდავას დღეს დაკრძალავენ სამგლოვიარო ცერემონიალი კი ქაშვეთის ტაძარში გაიმართება. თამთა დოლენჯაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. თამთა დაიწყო თუ არა უკვე მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი. სულ ცოტა ხნის წინ მოასვენეს კოტეთოლორდავას ხედარი ქაშვეთში სამოქალაქო პანაშვიდი კი რამდენიმე წუთში დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ 35 წლის არტისტს ბოლო პატივს მიაგებენ მისი ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და უბრალოდ მისი შემოქმედების საყვარისმცემლები. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით, ერთად სწავლობდით. ხან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მე ორდენ ესნა როცა გაჩნდა ჩემი შვილი, ასეთ შეთანხმება ჰქონდა, რომ ვისაც პირველი ეყოლებოდა ბავშვი, ის იქნებოდა ნათლია და კოდე მონათლა კესვი. მე თეატრში მუშაობდით ერთად და ბოლოს აი ჩემი ცოლის დაქალებში შევხვდი, ძალიან გამიხარდა რომ მოიწვიეს. კოდე ძალიან გადაიღალა ბოლო დროს, ძალიან დატვირთული იყო. მათ ოჯახს ჰქონდა პრობლემა ბილის უწევდა ძალიან დიდი კრედიტის გადახდა და ამ თუნა გრაფიკმა მართლა სუბეუნებოდი რომ როგორ ახერხებ მეთქი ერთი კაცი ამდენ სამუშაოს დაიღალა და ხა გერს ვერ უძლებს ადამიანი რამდენს გაუძლებს და გულის გულმა უმტყუნა განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ყველასთან განსაკუთრებით ის გადაგვჩენიან მეგობრებს რომ ვინც დატოვა იმათ უპატრონოდ გვერდში დაუდგეთ და არა მეგობარი, კოლეგა, ნაცნობი, უცნობი ყველა უნდა მე ვფიქრობ რომ უნდა გავერთიანდეთ რომ კოტეს როგორც უნდა და როგორც წარმოედგინა რაღაც მინიმუმამდე მაინც მივიყვანოთ მათი ყოფა ცხოვრება. კოტეს სულ ერთი წელიც არ არის გასული, მძიმეს მდგომარეობაში გადაიტანა წითელა, ეს არ ვიცი ყველამ კარგად იცით. ძალიან გადაღლილი იყო და ეხა დაამარტივად ვიტყვი რომ მე მსახიობი ვარ და მე პირადად შეიძლება არ გამეკეთებინა ის რომ გადაღება ასეთ პროექტზე იყო წასული და პრემიერის გამო ჩამოფრინდა. ითამაშა სპექტაკლი და წავიდა. ეს ყველაფერი ბუნებრივი ადამიანის რომელსაც არ ეთყობა და არის ძალიან ყველასთვის არ ვიცი მე ყველას უღიმო და ძალიან ბევრი პრობლემა. ეს ადამიანი იყო გადაღლილი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ზოგადად ეს ადამიანი მართლაც შეეწირა თავის პროფესიას და სიყვარულს ამ პროფესიის მიმართ. შეგახსენებთ, კოტეთოლორდავას 3 საათში საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობი მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში ერთი კვირის წინ ნახეს გარდაცვლილი. ოჯახის ინფორმაციით კოტეთოლორდავას სიკვდილი მსახიობის გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა გამოიწვია.